პირდაპირ ეთერში ჩავთავთ ანა ჩხიკვაძეს, რომელიც ვაშინგტონიდან იქნება ჩვენი სტუმარი. ახლა უკვე მოგესალმებით ანა, დროს შემოგიყვანა რეჟისორმა. დიახ, მოგესალმებით და გითხარით დიდი მადლობა. გითხარით უფრო მეტი ამ შეხვედრის მოლოდინების შესახებ. ვაშინგტონში მოელიან, რომ შეხვედრა სულ რაღაც 20 წუთში დაიწყება პრეზიდენტ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. მთავარი მიზანი ამ შეხვედრის არის ხელმოწერა იმ შეთანხმებისა, რომელსაც კიევმა და ვაშინგტონმა მიაღწიეს და რაც ეხება იშვიათი მინერალების შეთანხმებას, რაც გულისხმობს, რომ შეერთებული შტატები თანამშრომლებს უკრაინასთან, რათა ჩადოს ინვესტიციები და ასევე მიიღოს გარკვეული მოგება უკრაინის წიაღისეულში. უკრაინას გააჩნია მსოფლიო უშვიათი მინერალების 5%-ის მარაგი და თუ როგორი იქნება საბოლოო სახე ამ შეთანხმების ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ როგორც ვიცით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეხვედრის ასევე იქნება უსაფრთხოების გარანტიებზე შეერთებულ შტატებთან საუბარი. თქვენც აღნიშნეთ და ვიცით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და ბრიტანეთის პრემიერი იმყოფებოდნენ ამ კვირაში შეერთებულ შტატებში. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნები მზად არიან უკრაინის საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში გაგზავნონ სამხედროები, თუმცა ამ ეტაპზე არ საუბრობენ დეტალებზე იმისა, თუ რა კონფიგურაციაში შეიძლება ეს მოხდეს. ერთ-ერთი საკითხი, რაც განიხილება ამ კვირაში ვაშინგტონში არის სწორედ ეს, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უკრაინაში განთავსდეს ნატოს მოკავშირეების, ევროპელი მოკავშირეების ჯარები. შეერთებული შტატები და პრეზიდენტი ტრამპი ამ დროისთვის არ საუბრობს, აცხადებენ, რომ არ იქნება ადგილზე ამერიკული კონტინგენტი, თუმცა როდესაც ვაშინგტონი საუბრობს უკრაინის ომის დასრულებაზე, ჩვენ უკანასკნელ კვირას გარკვეულწილად ვიხილეთ ტონის ცვლილება და ეს შეეხებოდა ასევე იმას, შესაძლებელია თუ არა ამ ომის დასრულება. როგორც ვიცით, ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა და საუბარი მიდის იმაზე, თუ რამდენად და ასევე ვიხილეთ პრეზიდენტ ტრამპის შეცვლილი ტონი, როდესაც საქმე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი დამოკიდებულებას შეეხებოდა. მან გუშინ პრესკონფერენციაზე კით სტარმერთან ერთად განაცხადა, რომ არ ახსოვს უწოდა თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის დიქტატორი და პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა და შეაქო პრეზიდენტი ზელენსკი და თქვა, რომ უკრაინელები ძალზე გმირულად იბრძვიან და იყენებენ ამერიკულ იარაღს. ანა, საინტერესოა ეს როგორ იქნა ასევე ამერიკულ მედიაში აღქმული ეს ტრამპის სახეცვლილება. ეს უკავშირდება უკვე ჩარჩო ხელშეკრულებაზე, როგორც ამბობენ, შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას. თუ რა შეიძლება მივაწეროთ, როდესაც 2 დღის წინ ის ამბობს, რომ რაღაც დიქტატორი არჩევნების გარეშე საშუალო გაქანების და ახლა უკვე საუბარია, რომ მე ვთქვი ცოტა იუმორით, ირონიით კი ამბობს, რომ რაღაც მე ვთქვი, მე არ მახსოვს და მალევე გადადის სხვა კითხვა თუ გაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორი განცხადება მისი არის სრულიად ურთიერთგამომრიცხავი. ჩვენ გვინახავს პრეზიდენტ ტრამპის ბევრი განცხადებები მსგავსი, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. ცალკეული შეფასებით შესაძლებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიზანი იყო უკრაინის ადმინისტრაციაზე ამ შემთხვევაში გარკვეული ზეწოლის მოხდენა იმისთვის, რომ მიეღწიათ მათთან ამ წიაღისეულის თაობაზე ხელშეკრულებას. აქ უნდა აღვნიშნო, რომ ეს შეთანხმება და ის, რომ მოეპოვებინათ უკრაინის წიაღისეული, თავად კიევის შეთავაზება იყო ვაშინგტონის მიმართ. კიევში ამას ასევე აღიქვამენ გარკვეულწილად არა პირდაპირ, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილად, ასე ვთქვათ. კი ბატონო, უსაფრთხოების შემომტანად ამ ხელშეკრულებასთან ერთად ბუნებრივია. რა თქმა უნდა, არა სრულყოფილად, მაგრამ ის თუ ადგილზე იქნებიან ამერიკული კომპანიები და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა ჩართულობას ხდის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს იყო თავად უკრაინის იდეა, შემდგომ რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა ამ შეთანხმების. პირველ და მეორე ვარიანტებზე კიევმა უარი განაცხადა და ახლა უკვე ვაშინგტონმა და კიევმა მოახერხეს გარკვეულწილად საერთო ენის გამონახვა და სწორედ ამ შეთანხმების მიღწევას, იმას, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას უწოდებს ამერიკელი დასახადის გადამხდელების მოგებას და იმას, რომ ისინი შეძლებენ დაიბრუნონ უკანის თანხები, რაც ვაშინგტონმა უკრაინას დახმარების სახით გადასცა გრძელვადიან პერსპექტივაში. სწორედ შეიძლება ამას უკავშირდებოდეს სხვა ტიპის ტონი პრეზიდენტი ტრამპის. ანა, ეს შეხვედრა შეგვიძლია თუ არა აღვიქვათ მხოლოდ
და მნიშვნელოვანწილად სასარგებლო წიაღისეულზან დაკავშირებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შეხვედრად, თუ ეს არის ბუნებრივია, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებზე და რუსეთთან დაწყებული და ასე ვთქვათ პროგრესირებადი შეთანხმებებზე სასაუბროთ, იმიტომ რომ მათ შორის ვიგებთ, რომ აი ამ შეხვედრის დაწყების წინ რუსეთის ელჩს მისცა, ასე ვთქვათ, თანხმობა შეერთებულმა შტატებმა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები იქნება ელჩების და საელჩოების დონეზე, ვთქვათ, აღდგენილი. პრეზიდენტის ტრამპის ადმინისტრაცია ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა მოსკოვთან საუბარი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ომის დასრულება და სწორედ ეს დიპლომატიურ ნაბიჯებს ისინი ამას უკავშირებენ, იქნება ეს შეხვედრები რუს კოლეგებთან, თუ სხვა ტიპის სხვა ნაბიჯები, მათ შორის აი ელჩთან დაკავშირებული ბოლო გადაწყვეტილება. სავარაუდოდ შეხვედრაზე, როგორც ვიცით, ცნობებით განხილული იქნება ასევე უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, რადგან ეს მთავარი თემა უკრაინის მხარისთვის, როგორც ვიცით, უკრაინის ხელისუფლება მართალია ომის დასაწყისში სხვა განცხადებები ისხოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდანაც, მათ შორის, როდესაც საქმე უსაფრთხოების გარანტიებს, ნატოსთან დაკავშირებულ წინსვლას თუ სხვა საკითხებს უკავშირდებოდა. წლებთან განმავლობაში უკრაინის მხარე მყარია იმაში, რომ თუ არ ექნება მას უსაფრთხოების მყარი გარანტიები, ის შიშობს, რომ მოსკოვი რამდენიმე წელიწადში კვლავ განაახლებს მის წინააღმდეგ ომს. სწორედ ამიტომ უკრაინული მხარე ითხოვს, უკრაინული მხარისთვის მთავარი საკითხი ამ შეხვედრაზე იქნება უსაფრთხოების გარანტიების განხილვა, ისევე როგორც ამ ჩარჩოში ხელშეკრულების და ზუსტად რას გულისხმობს ეს ხელშეკრულება ამის განხილვა. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც პრეზიდენტ ტრამპის 20 იანვარს ვოლოდიმირ ზელენსკი არ იყო პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვეული, მიუხედავად იმისა, რომ მან გამოთქვა სურვილი, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა ორი ქვეყნის ლიდერს შორის, პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი მეორე ვადით აირჩიეს და ძალზედ საყურადღებო იქნება ის ტონი და განცხადებები, რასაც ორი ქვეყნის ლიდერი უკვე შეხვედრის შემდეგ გააკეთებს. ზოგადად, როგორც წესი, ტრამპის შეხვედრები სხვადასხვა პრეზიდენტებთან ეს რა ტიპის ხანგრძლივობის არის პროტოკოლური დროის თუ აქ შეიძლება ველოდეთ ჩვენ ბევრად ხანგრძლივ შეხვედრას, ვიდრე თუნდაც მაკრონის ან სტარმერის შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ შეხვედრა 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება და სწორედ ამის შემდეგ უკვე ორი ქვეყნის ლიდერი პრესასთან პრესის წინაშე წარსდგება და ისაუბრებს იმ ნაბიჯებზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რაზეც ისინი შეთანხმდნენ. ნახავთ, მიაღწევს თუ არა ამ დრომდე ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა ფორმით და რა მიდგომას განიხილავს შეერთებული შტატები ომის დასასრულებად. გვესმის გარკვეული ცალკეული საუბრები, გვესმის ევროპელი მოკავშირეებისთვის მოწოდებები, რომ მეტი დახარჯონ თავდაცვაზე და გუშინ ასევე აღსანიშნავი იყო ის, რომ თავად პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მას იმედი აქვს ომი მალე დასრულდება, რადგან თუ ის მალე არ დასრულდება, ის შეიძლება საერთოდ არ დასრულდეს. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ძიმე პერსპექტივა დასახა, ან გამოიყენებთ ჩემს მიერ შექმნილ შანსს, დაახლოებით ასე ჟღერდა, რომ თარგმნოთ, ან ეს იქნება უსასრულო ომი. ეს გავდა მოსკოვისთვის გზავნილსაც ასევე დიდი ალბათობით, რომ პრეზიდენტი და ასევე ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა იმასაც, რომ გარკვეულწილად ამ შეთანხმებით, რომელზეც მიდის საუბარი დღეს ორ მხარეს შორის, უკრაინამ მოიპოვა ბრძოლის უფლება. ეს მან მსგავსი განცხადება გააკეთა, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეულწილად მიანიშნა იმისკენ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინასთვის არ დაუმტკიცებიათ ახალი სამხედრო დახმარება, თუმცა უკრაინა იღებს უკვე გათვალისწინებულ დახმარებას შეერთებული შტატებისგან და ეს პრეზიდენტ ტრამპს არ შეუჩერებია. მნიშვნელოვანი ასევე არის ის, რომ მოსკოვის მხრიდან ისმის განცხადებები, მათ შორის სერგეი ლავროვის განცხადება ვიხილეთ, სადაც რუსეთი საუბრობს იმაზე, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპული ჯარის განთავსებას უკრაინის საზღვარზე, თუ მოხდება გარკვეული შეთანხმების მიღწევა და ასევე ნახეთ განცხადება მოსკოვის მხრიდან, რომ მათაც გააჩნიათ იშვიათი წიაღისეული და იშვიათი მინერალები და ისინიც მზად არიან ითამაშონ შეერთებულ შტატებთან ამ საკითხზე. ამიტომ ჯერჯერობით ამ პროცესის ძალზედ ადრეულ ეტაპზე ვართ. რთულია რაიმე დასკვნების გაკეთება. ვიხილავთ რა განცხადებებს გააკეთებენ ზელენსკი და ტრამპი უკვე ორ საათში, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ პრეზიდენტ ტრამპი ხშირად იმეორებს და ეს უკავშირდება გარკვეულწილად მის დაპირებას, მისი ამომრჩევლის მიმართ, რომ მან მოახერხა უკან დაებრუნებინა
გარკვეული სახით ის თანხები, რაც ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა გაიღეს უკრაინის დასახმარებლად. ეს არის მისი დაპირების ნაწილი, ხო, მისი აუდიტორიაში, იმიტომ რომ ამ ხრივ სხვათა შორის ევროპულ ქვეყნებშიც არის მოსახლეობის სურვილი, აი ამ დანახარჯებთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები არის ევროპულ ქვეყნებშიც, მათ შორის გერმანიაში ჩატარებული ამ ხრივ სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც ქვეყნდება. საინტერესო იქნება სხვათა შორის ბრიფინგიც ასევე, იმიტომ რომ ჩვენ ბოლო რამდენიმე ბრიფინგზე ჩანდა, როდესაც ტრამპი ლაპარაკობდა, როგორ დაიბრუნა ევროპამ თანხები და როგორ უნდა დაიბრუნოს ახლა შტატებმა და ამ ხრივ იქ მაკრონის ჩართვა სტარმერთან დაკავშირებითაც იყო. მოკლედ, კიდევ სხეულის ენაც საინტერესო ამ ხრივ ალბათ იქნება საინტერესო შეხვედრა. ორივე შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა ორივე ქვეყნის დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ლიდერს, ჩვენ ვიხილეთ მათი მხრიდან თხილი ნაბიჯები, ძალზე თხილები იყვნენ ისინი შეფასებაში, მათ რამდენჯერმე გაუსწორეთ პრეზიდენტ ტრამპს მის მიერ გამოთქმული განცხადება, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მიმართ 350 მილიარდი დოლარი გაიღო და განაცხადეს, რომ და თქვენს რომ მათ და ტრამპმა აღნიშნა, რომ ევროპის შემთხვევაში ისინი ამას სესხად გაცემდნენ. ორივე ლიდერმა დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის გაუსწორა ეს პრეზიდენტ ტრამპს და თქვა, რომ ნაწილი ამ დახმარების ევროპის მხრიდან უკრაინის მიმართ იყო დახმარება და არა სესხი. ნაწილი ნამდვილად იყო სესხი. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების მიხედვით, ამ დროისთვის შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაღებული აქვს 120 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება. ჩვენ ვიხილეთ განცხადებები ასევე პრეზიდენტ მაკრონის და დიდი ბრიტანეთის პრემიერის მხრიდან, რომ ევროპელი მოკავშირეები განაგრძობენ საუბარს იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ჩართული, თუ მოხდება გარკვეული შეთანხმების მიღწევა უკრაინაში დაზავების თუ ომის შეწყვეტის თაობაზე, რომელი ქვეყნები გაიღებენ სამხედრო კონტინგენტს და ვინ უნდა გააკონტროლოს ეს შეთანხმება. აქ იყო ჟურნალისტის კითხვა იმაზე, რომ რამდენად შეიძლება ეს შეთანხმება იყოს მყარი, თუ შეერთებული შტატების ხარდაჭერა არ ექნება ამ ძალას, რომელიც ადგილზე იდგება, რამდენად შეაჩერებს ეს მოსკოვს, რომ მომავალი აგრესია არ მოახდინოს, რის პასუხადაც გუშინ ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ნამდვილად რომ ისინი მუშაობენ თეთრსახთან იმისთვის, რომ შეთანხმება იყოს არა მოკლევადიანი, რომელსაც უკვე განახლება მოყვება საბრძოლო მოქმედებების, არამედ გრძელვადიანი. ამ ეტაპისთვის მეტი დეტალები იმაზე, თუ რას შეიძლება მოიცავდეს ეს, არ გვაქვს. კი ბატონო ანა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვერდთვებოდით ვაშინგტონიდან, ჩვენ ვლაპარაკობდით ტრამპის ზელენსკის შეხვედრაზე.